მოდით ნახოთ თქვენი ახლანდელი სიტუაცია. ენერგობალანსირებისთვის მოიწონეთ გააზიარეთ ეს ვიდეო. რა მდგომარეობაში ხართ ახლა? ყველაზე მეტად განსაკუთრებული ფაქტორი, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, ეს არის მოლოდინი. თქვენი მოლოდინი. რასაც ჩადეთ, ენერგია, დრო, რესურსი, სიყვარულის ენერგია, ვნება, შრომა, დისციპლინა, რაც მოიცავს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ფიზიკურ შესაძლებლობებს. ახლა პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ელოდებით ამ შედეგებს, რომ შეკრიბოთ სრულად ნაყოფი, იგემოთ და ამისგან სარგებელი მიიღოთ, რასაც დიდი ხნის მანძილზე აგროვებდით. ბევრი რამე მოიგელით ზოგადად იმისათვის, რომ გასულიყავით ამ შედეგზე. ბოლო დროის მანძილზე, მიუხედავად სირთულეებისა, სიძნელეებისა, ორჭოფობისა თქვენს ცხოვრების გზაზე, ახლა ფიქრობთ საკუთარ თავზე. თქვენ სტატუსზე არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის საჯარო გზავნილი შეუსაბამეთ თქვენს სიტუაციას კონკრეტულად. შეიძლება ეს იყოს სასიყვარულო ურთიერთობა, შესაძლებელია იყოს კოლეგიალური ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც არის თქვენთვის პრიორიტეტში და მნიშვნელოვანი. ზოგადად ფიქრი გიტევთ საკმაოდ. ფიქრი იმაზე, რომ რა მოხდება, როდესაც თქვენ მიიღებთ ამ შედეგს. როდესაც მიიღებთ ამ შედეგს, წინასწარ გაფრთხილებთ, ვიღაცისთვის ეს იქნება საკმარისი, ვიღაცას დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ექნება, თითქოს მეტს ელოდით, მაგრამ გაფრთხილდით, არ იწუწუნოთ. პირიქით, ვისაც გექნებათ გარკვეული სახის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ანუ ამით თქვენი მიზნები, ოცნებები, ცხოვრების გზა არ სრულდება. პირიქით, სწორედ ეს იქნება თქვენი მოტივატორი იმისათვის, რომ გაიხსნას ახალი შესაძლებლობები. უბრალოდ მოიქნებით უმოქმედობაში, იმიტომ რომ კმაყოფილებასა და სიზარმაცეს შორის არის ძალიან მქრალი ზღვარი. ესმით? და იმან, რასაც თქვენ მიიღებთ, არ გაგაზარმაცოთ. პირიქით, დაეყოფილიყოს ეს ახალი იმპულსი, ახალი მუხტი იმისათვის, რომ გექნებათ შესაძლებლობა გაიხსნას თქვენს ცხოვრებაში ახალი კარი. ახალი კარი ურთიერთობებისთვის, პარტნიორობისთვის, ცოდნისთვის, ვინც ჩემი კოლეგა არის, განსაკუთრებულად თქვენთვის ეს იქნება ახალი გასაღები, ახალი კარი ძალასთან, ახალ სამყაროსთან, კონტაქტისთვის და თქვენი ცოდნის გამყარებისთვის. ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც მართალია სიმძიმით გავლით მოგანიჭებთ და გაჩუქებთ თქვენს სიბრძნეს. უმთავრესი ამ საჯარო გზავნილის არსი არის ის, რომ არ უნდა დანებდეთ. არ უნდა დანებდეთ, არ უნდა მოდუნდეთ, იმიტომ რომ რადგანაც ცოცხლები ვართ, მუდმივად უნდა ვიყოთ ძიებაში ახალი შეგრძნებების, ემოციების, მიზნების. აი, უმთავრესად არის ეს აქ, არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. იყავით მადლიერები, მაგრამ იარეთ წინ, რათა უფრო მეტი ახალი მწვერვალი დაიპყროთ, უფრო მეტად შეიცნოთ თქვენი თავი და გახდეთ არა თქვენი თავის საუკეთესო ვერსია, არამედ იყოთ წრფელები და თუ ვინმეს გსურთ ეპაექრეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. მეტი ცოდნა, მეტი პროგრესი და სიბრძნე, ხოლო ამას მოიპოვებთ მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებით, სწავლით, დისციპლინით და მოძრაობით. უმოქმედობას კარგი არაფერი არ მოაქვს. სწორედ ესეთი იყო ჩვენი გზავნილი და ეს ასიკეთო ყოფილიყოს თქვენთვის. პირადი კონსულტაციებისთვის იცით, სადაც უნდა მიპოვოთ. მომავალ შეხვედრამდე.